როდის დაიბარებენ მანდატური სამსახურის წარმომადგენლებს, რომლებსაც სამოქალაქო აქტივისტი ძალადობაში ადანაშაულებს, ჯერჯერობით უმცდობია, თუმცა ფაქტია, რომ საგამოძიებო უწყება ახლა გამოძიების მიმდინარეობისას ყველა ის პირი, რომელიც ამ ჯგუფურ ძალადობაში იღებდა მონაწილეობას, უნდა გამოკითხოს და იმ შემთხვევაში თუ მათი სისხლის სამართლებრივი პასუხისგებლობა დადგება, შესაბამის პასუხისგებაში მისცეს. სამოქალაქო აქტივისტი და მისი უფლებადამცველი რამდენიმე საათის განმავლობაში იმყოფებოდნენ საგამოძიებო უწყებაში, მათ დეტალურად მიაწოდეს გამომძიებელს ინფორმაცია იმის შესახებ თუ რა მოხდა საქალაქო სასამართლოს ეზოში რამდენიმე დღის წინ, როგორც სამოქალაქო აქტივისტი ამბობს, საგამოძიებო უწყების წარმომადგენელს არ სურდა სისხლის სამართლის დაწყება, ის ამბობდა და რამდენიმე საათის განმავლობაში ადვოკატს უმტკიცებდა, რომ დღეს საგამოძიებო უწყებაში მხოლოდ გასაუბრების საფუძველზე იყვნენ დაბარებულები, თუმცა ისინი ამბობდნენ, რომ მნიშვნელოვანი იყო გამოძიების დაწყება, რადგან არსებობდა მტკიცებულებების განადგურებისა და მიმავლის საფუძველი და სწორედ ამ მოტივით იძულებული გახდა სახელმწიფო ბრალდებელი, რომ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის წესით. როგორც უფლებადამცველი ჩვენთან საუბარში ამბობს, ახლა სახელმწიფო ბრალდებას აქვს ყველა დოკუმენტი და შესაბამისი ვიდეო მასალა, რომელიც დაადასტურებს იმას, რომ მანდატური სამსახურის წარმომადგენლებმა ნამდვილად იძალადეს სამოქალაქო აქტივისტი. ისინი ამბობენ, რომ გადასცეს უკვე ის ვიდეო მასალები, რომელიც ახლა საგამოძიებო უწყებისთვის ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულებაა. კითხვები იყო შაბლონური, გამოძიება დაიწყო უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე ძალადობრივად, თუმცა თავიდან არ აპირებდნენ გამოძიების დაწყებას და ალბათ იმიტომ გაიწელა ეს პროცესი, რომ პროკურორი ათანხმებდა ზემდგომებთან დაიწყოთ თუ არა ეს გამოძიება. საბოლოო ჯამში ახლა მივდივარ ექსპერტიზაზე, რომ ექსპერტმა შეაფასოს დაზიანებები რა მოხს სხეულზე, რომ იმის მიხედვით დაერთოს მერე საქმეს მასალებს. ვთქვათ, რომ ის ამბავი მომეყოლა თავიდან უბრალოდ გასაუბრების ფორმატში, რაც თავადაც ნახეს და რაც მე როცა განაცხადი გავაკეთე, ეს ინფორმაცია მივაწოდე. თუმცა უნდა მე დავასახელე მოძალადე პირი დავით მატიაშვილი, თუმცა თვითონაც უნდა გამოითხოვონ ახლა ვიდეო ჩანაწერები, სადაც იდენტიფიკაციას მოახდენენ იმ ორი პირის, რომელიც მატიაშვილთან ერთად იყო ძალადობის პროცესში და შემდეგ უკვე არ ვიცი, კამერების ჩანაწერებს ამოიღებენ. სავარაუდოდ დღეს უნდა გადააგზავნონ, რომ კამერების ჩანაწერები ამოიღონ სასამართლოს ეზოდან. ამ საქმეზე სამწუხაროდ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ადგილზე დაბარებული დაზარალებული იგებს, რომ მასთან აპირებენ გასაუბრების ოფნის შედგენას და არ ხდება გამოკითხვა. ჩვენ რა თქმა უნდა არ დავეთანხმეთ ამას, გასაუბრებისთვის აქ არ მოვსულ ვართ, სახეზე გვაქვს ძალადობის კვალიც და მნიშვნელოვანი არის, რომ საქმეზე დაიწყოს გამოძიება, გამოიკითხოს მოწმე და არსებითად მნიშვნელოვანი არის გამოძიების დაწყება, იმიტომ რომ მტკიცებულებები არ განადგურდეს. იმართავ პირველ რიგში თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეს და მას ვთხოვ, რომ დააარქივოს 28 ივლისის საღამოს ვიდეო კამერების ჩანაწერები და გადასცეს საგამოძიებო სამსახურს იმისთვის, რომ ჩატარდეს გამოძიება სრულყოფილად. ვიდეო მტკიცებულებები არის ახლა მთავარი მტკიცებულება იმ მანდატურების წინააღმდეგ, რომლებმაც სავარაუდოდ უფლებამოსილებას გადაამეტეს. ახლა სახელმწიფო ბრალდებამ გამოძიება უფლებამოსილების ძალადობრივად გადამეტების ფაქტზე დაიწყო. სავარაუდოდ უახლოეს დღეებში უკვე ის მანდატურები უნდა გამოკითხონ, რომლებიც სამოქალაქო აქტივისტმა ძალადობაში ამხილა. პირდაპირ ეთერში